სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსვეთ. დღეს წავიკითხეთ სახარებიდან თუ როგორ მივიდა იესოსთან ორი ბრმა და თხოვდნენ შეგვიწყალე და რა გინდათ იესომ კითხა და თვალები აგვიხილეთ. და იესომ უთხრა გეყავ თქვენ წმენისაებრო თქვენის და როგორც კი ეს უთხრა ამ ბრმებს თვალები აეხილა. სახარებაში ბევრი შემთხვევა არის გეუბნების აღწერილი. იესო ქრისტე შემდეგ აი ამ დღევანდელ სახარებაშიც არის როგორ ყრუგანკურნა დადიოდა იესო და უამრავ სასწაულს ახდენდა. იოანე მახარებელს ბოლოში თავის სახარების ბოლოში ისიც კი უწერია რომ ესო რაც ჩვენ მოვყევითო ძალიან ცოტა ნაწილია იმისა რაც იესომ აღასრულა როგორც სასწაული და ჩვენ რომ მთლიანად დაგვეწერა კიდევაც რომ შეგვძლებოდა ამის დაწერა არ მგონია რომ დედამიწას დაეტია ეს აღწერილი წიგნები. იმდენი სასწაული მოახდინა. ოღონდ რატო არ არის ეს სასწაულები აღწერილი? იმიტომ კი არ არის აღწერილები რომ ადგილი არ არის წიგნში ამის. არამედ სასწაულებს იესო აღასრულებდა სულ, მაგრამ ზოგი სასწაული ხდებოდა და ზოგი არ ხდებოდა. აი მაგალითად ამ ბრმებს რომ არ ქონოდათ შესაბამისი წმენა მათ თვალები არ აეხილებოდათ. ანუ იმისათვის რომ სასწაული მოხდეს საჭირო არის ღვთისნება და საჭირო არის ადამიანის რწმენა. და შეიძლება ადამიანს ქონდეს ეს რწმენა, შეიძლება არ ქონდეს რწმენა ნიჭია. და წმინდა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ესეთ რამეს ამბობს. აი წარმოიდგინეთო ადამიანებიო განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომითო და განსხვავდებიან ფილტვების ზომით. ზოგსო დიდი ფილტვები აქვს, ზოგსო პატარა ფილტვები აქვს. რო ისუნთქავს ჰაერი ყველასათვის არის. აი ჰაერი არის სავსე, ხო? ჰაერს რო ისუნთქავს ადამიანი იმის მიხედვით მოხდება ჰაერი მის ფილტვებში როგორი რამხელა ფილტვები აქვს. აი ესე არის რწმენაც. და გონიერმა ადამიანმა უნდა სთხოვოს ღმერთს რომ დიდი რწმენა მიცეს, რომ დიდი მადლი მიიღოს. კი არა და ესეთი რამ არსებობს, აი როცა ადამიანი ავად ხდება და ვეღარ სუნთქავს კარგად, არსებობს სპეციალური სავარჯიშოები. მაგალითად, ხშირად ავადმყოფებს ურჩევენ, წოლიარ ავადმყოფს, რომ ბუშტი გაბეროს. ეს ვარჯიშია. თუ ამას აკეთებს, მაშინ ფილტვების ზომა ეზრდება ადამიანს და შეიძლება ივარჯიშოს თავის პატარა ფილტვები გაბეროს, გაზარდოს და უფრო მეტი ჰაერი ჩასულიყო შეძლოს. აი ესე არის რწმენაც. და რწმენაზე არის დამოკიდებული რამდენ მადლს მიიღებს ადამიანი. მადლი, რომელიც სულ არსებობს. იმიტომ რომ სახარებაში ასეც წერია, რომ იესო ქრისტე გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა. ანუ ეს მადლი, რომელსაც იესო ადამიანებს აძლევდა, დღესაც აძლევს. ოღონდ ადამიანები ხან ღებულობენ ამას, ხან ვერ ღებულობენ. და იმისათვის რომ ადამიანმა მიიღოს, ამისათვის ადამიანმა უნდა ივარჯიშოს, უნდა შესთხოვოს პირველ რიგში ღმერთს და უნდა ივარჯიშოს, რომ თავისი რწმენა გაზარდოს. აი ეს არის დღევანდელი სახარების მთავარი შინაარსი. რომ ჩვენ მივიღებთ მადლს, სულიწმინდის მადლს სარწმუნოების მიხედვით. როგორი რწმენაც გვაქვს, ისე მივიღებთ სახარების იესო ქრისტეს მიერ გამოგზავნილ წყალობას და მადლს ჩვენს მიერ.